ჭორები, რომ თბილისური, ხო იცი? დავიღალე მართალობით. ჩვევაში გვაქვს ასეთი ძიშოვი პონტი გამოვიყენო. ამაზე ხალხი მუშაობს სპეციალურად, რომ შენი რეპუტაცია შეილახოს. ბაიმე. ეს იყო ჩემთვის ცოტა. ესე იგი, აი იქ რაღაცა ჩამესახა დემონი უკვე. ანუ ეს ამებს მე მეტყველებდი, ახლა შეყვარებული ხარ? ნინი ბადურაშვილმა კაცი მოკლა. რებს მეუბნები, სად არის ეგრე რა ხდება? შემოხვიდოდი, ცოტა ძაძაფული ვიყავი. რატო? ძალიან ბევრი სიუჟეტი ვნახე, სტატიები, სადაც შენი კოლეგები და მეგობრები ამბობენ შენს ხასიათზე. უიმე, არ დაიჯერო. საიდან წამოვიდა? აი სანამ მე ხა დაიწყებოდა ეს პოდკასტი, ხო ვისაუბრეთ, ხო არ არის ეგრე? არა. ხოდა იმეც დამაიწერსა რა ისეთი ხასიათი აქვს თქვენ გოგოს. ეს არის უბრალოდ აი რაღაცა ხო იცი მითები, რატო? საიდან წამოვიდა? იცი რა არის, არ ვიცი, მაგრამ შესაძლებელია რომ უფრო რაღაცა შეიძლება შორიდან ცივი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ, ხო? ალბათ სანამ გამიცნობს ადამიანი. შეიძლება ასეთი გარეგნობაც მაქვს, არ ვიცი. მაგრამ მე რომ იცნობენ რეალურად ეს ასე არ არის და ანუ ძალიან ბევრს, კი არა, თითქმის ყველას უთქვამს, რომ აი შორიდან ძალიან ცივი ჩანხარ, რაღაც უკარება გვეგონე, ისეთი ასეთი, მაგრამ რეალურად ასეთი არ ყოფილხარ და მე ეს ძალიან მიხარია, თუმცა აი არ ვიცი მართალი რომ გითხრა რატო ვტოვებ ასეთ შთაბეჭდილებას ადამიანებზე თავიდან. სანამ გამიცნობენ. რამე ბარიერები ხომ არ გაქვს შინაგანი ხალხთან? იცი რა, არ მგონია რომ ბარიერები მქონდეს. არ მიჭირს არანაირად კომუნიკაცია, არანაირ ადამიანთან, ყველანაირ ადამიანთან შემიძლია დავამყარო კომუნიკაცია, ამიტომ ვერ გეტყვი. არ ვიცი. ნახოთ აბა როგორ წავაჩვენი საუბარი. არ მინდა რომ ჩვენ ინტერვიუ გავდეს სხვა გადაცემებს, სადაც ერთი და იგივეს გეკითხებიან და არ მინახავს შენ ინტერვიუს რომ არ გკითხონ ეკაზე ან ხალბატონ ლალიზე. ერთი და იგივეს, მეც კიდე ერთი და იგივეს ლაპარაკობ, ხო? თუმცა მართლა ვერ გავექცევით შენს ოჯახს ვერანაირად. რას ფიქრობ, რომ არ ყოფილიყო შენი ოჯახი, გექნებოდა სურვილი დღეს, რომ პოპულარული ყოფილიყავი? იცი რა, მე არასდროს არ მდომებია ყოფილიყავი პოპულარული. ჩემი სურვილი ყოველთვის იყო რომ მემღერა. სიმართლე გითხრა არასდროს წარმომედგინა ჩემი თავი სცენის და რაღაცა მიკროფონის გარეშე, სულ რაც თავი მახსოვს, სულ მღერი. და შესაბამისად ამ პროფესიას თუ გაგიმართლა, მოსდევს პოპულარობა და მე რაღაცა მკითხე და დამავიწყე ხა მე. გექნებოდა სურვილი დღეს? დღეს? კი. რომ გადახედავ ამ წლებს. ამ წლებს სურვილი პოპულარობის, აი როგორ გითხრა, ძალიან ბევრი დადებითი აქვს და ძალიან ბევრი უარყოფითი აქვს, მაგრამ გაჩნია რომელს წონის. მაინც უფრო ალბათ მექნებოდა, კი, იმიტომ რომ დადებითი ჩემთვის პირადად უფრო მეტია, ვიდრე უარყოფითი, თუმცა ძალიან ბევრი რაღაცებიც, უსამართლობებიც მაგ გავლილი ცხოვრებაში, რაც ახლავს, რა თქმა უნდა, ამ პროფესიას და საერთოდ ზოგადად აი, როდესაც ხარ ცნობადი სახე, ძალიან ბევრს ლაპარაკობენ შენზე და თან როგორ არის იცი, არიან ადამიანები, რომლებზეც აი არიან პოპულარულები, მაგრამ ნაკლები ჭორია, ნაკლები აგრესია და აი ჩემ შემთხვევაში სულ იყო რაღაცა ჭორი, ძალიან ბევრი ჭორი იყო, რომელიც რეალურად ძალიან მაზიანებდა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გქონდეს ამ ყველაფერზე იმუნიტეტი და დღეს მაქვს იმუნიტეტი და იმისა რომ თქვათ რაღაცას რომ გავიგებ, ნაკლები რეაქცია მქონდეს. თუმცა მაინც მაქვს რეაქცია. ვერ გეტყვი რომ არ მაქვს რეაქცია, იმიტომ რომ გააჩნია ჭორსაც რა თქმა უნდა, მაგრამ თუ არის რაღაცა ბოროტული, გამიზნული ჭორი, რომელიც ლახავს შენს რეპუტაციას, ცუდად გეხება, ხო? ეს ყველაფერი დღესაც მოქმედებს. მაგრამ მაინც იქ მივდივარ, რომ მაინც უფრო მეტი დადებითი აქვს ვიდრე უარყოფითი. სანამ ნეგატივზე დავიწყებ საუბარს, დავუბრუნდები ისევ ოჯახის თემას. იყო შენს ცხოვრებაში ისეთი ეტაპი, სადაც შეგიშალა ოჯახმა ხელი? იცი რა, მე სულ ვამბობ, რომ ჩემი ოჯახი რამდენადაც აი როგორ ვთქვა ახლა. ცუდია. არა, ცუდად გამომდის, მაგრამ რამდენადაც აი ხელი შემიწყო ამ ყველაფერში, რომ ვთქვათ, ბიძგი მოეცა, რომ ვთქვათ, მე უფრო მარტივად
გამოვჩდი, ხო, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ადამიანებს უფრო უჭირთ გამოჩენა, სახელის დამკვიდრება და ასე შემდეგ. მაინც არის სულ აი ეს ნეგატიური მხარე, იმიტომ რომ აი სულ ამას ვამბობ, რომ ნებისმიერი ჭორი ჩემი ოჯახის წევრზე, ხო? მაინც აისახება შენზე. იმიტომ რომ შენი ოჯახის წევრია. ისევე როგორც ალბათ ჩემზე რაღაცა ვთქვათ რაღაც გაუგებარი ჭორი აისახება ჩემს ოჯახის წევრებზე. ჩვენ რაღაც აი ძალიან დიდი ერთობა ვართ, დიდი მთლიანი, მე კიდე ცალკე აქით კახიანები, იქით ბადურაშვილები და მოკლედ ყველა მხრიდან ხო დახუნძლული ვარ, ესე იგი ცნობადი სახეებით, თუმცა რა თქმა უნდა ეს ძალიან დიდი სიმდიდრეა ჩემთვის და ძალიან დიდი ბედნიერება, მაგრამ რა თქმა უნდა ახლავს ძალიან ბევრი სირთულეც. ძალიან ბევრი кейსი არსებობს, როდესაც ცნობილი მშობლების შვილებს უჩნდებათ არასრულფასოვნების კომპლექსი. კი, შენ გქონდა? არასდროს, უბრალოდ ნახე, აი მე მახსოვს ვიყავი აი 12-13 მე ხო რაღაც ბავშვობიდან მღერი ბასტიბუბუდან მოყოლებული სხვადასხვა ბასტიბუბუში ჩემი რა ანუ ხა მე პატარა ვიყავი არც მეცოდინებოდა ხო ესე მახსოვს რომ ბასტიბუბუ იყო და ვუყურებდი მაგრამ არც ეკას ის არისო იდეა თვითონ ბასტიბუბუს ხელმძღვანელი ხა შორიდან მოუარე ბასტიბუბუს ხელმძღვანელი მაკა აროჩიძე მოვიდა ჩვენთან სახლში და იცოდა არ ვიცი სადღაც ვყავდი მოსმენილი რომ მოწონდა მოკლედ როგორც მღეროდი და ბასტიბუბუც ახალი იყო და ეკა შეთავაზა რომ მოდიო ნინიცო იყოს ჩვენი ბასტიბუბუს წევრიო და ვამღეროთო სიმღერაო რამეო და კლიპი გადავუღოთო და ეს პირველი სიმღერა იყო დათო ევგენძის სიმღერა რომელსაც თავის დროზე მაია მღეროდა ჯაბუა ნანა ჩემო ბაია და გაამართლა ამ სიმღერამ და ესე წამოვიდა ჩემი მერე რაღაცა ბასტიბუბუს პერიოდი რაღაცა კლიპები ასე შემდეგ და მე ვიყავი მიჩვეული რომ მე ვიყავი პოპულარული ბავშვი თუმცა ეს რაღაც არასრულფასოვნების კომპლექსი არასდროს მქონია, მაგრამ ეს ჩრდილი ყოველთვის არა, მაგრამ აი რაღაცა ეტაპზე შემაწუხა თითქოს აი ჩემი ოჯახის წევრების სახელმა და გვარებმა და მახსოვს რაღაცა კონცერტი იყო, არ მახსოვს რაღაცა და ასე გამომაცხადეს, ახლა კი სცენაზე გამოვა ეკა კახიანის და იმედა კახიანის და ერეკლე ბადურაშვილი და მოკლედ ლალი და ყველა ჩამოდა შვილი და შვილი ნინი ბადურაშვილი და ამაზე გაუბრაზდი და ვთქვი რომ მე აუცილებლად ვიქნები ნინი ბადურაშვილი და მერე ვიღაცების შვილი და შვილიშვილი ზოგადად არ აქვს მნიშვნელობა რა დონეზე ხარ პოპულარული მდიდარი წარმატებული ჩვეულებრივი მომენტია რომ ადამიანს კონდეს კომპლექსები გადალახე შენი კომპლექსები მე მქონდა ბევრი კომპლექსი და ყველა ადამიანს აქვს აი უკომპლექსო რა ვიცი არა ისიც კი ვინც ამბობს რომ უკომპლექსოა ისიც კი პირიქით რაღაც ბევრ კომპლექს მალავს იმის კომპლექსი აქვს რომ თითქოს არ აქვს კი დროთა განმავლობაში გადავლახე ეს კომპლექსები ამაზე უნდა იმუშაოს ადამიანმა ეს კომპლექსი თუ გაწუხებს რა თქმა უნდა ყველას აწუხებს იმიტომ მოგცა ღმერთმა გონება და თუ გაქვს ჯანსაღი გონება ამ ყველაფერზე უნდა იმუშაო და ნელ-ნელა უნდა ეს ყველაფერი დაძლიო იმიტომ რომ ხელს გიშლის ურთიერთობებში ცხოვრების აწყობაში და ასე შემდეგ რომელი კომპლექსი გახსენდება ყველაზე მკაფიოდ თუ კიდე შეგახსენებ შენი სიტყვებია ერთი პერიოდი მეგონა რომ ყველაზე უშნოა კი აი ყველაზე უშნო არ მეგონა მაგრამ ძალიან არ მომწონდა საკუთარი თავი ეს იყო გარდატეხის პერიოდში სხვათა შორის აი სკოლის ხო ნუ აი სკოლის დაწყებით კლასებში მე უკვე გარდატეხის პერიოდი როდესაც მოვიდა და სახე აგვერია ყველას მე განსაკუთრებით ეხლა რო უყურებ ჩემ ფოტოებს მართლა რას ვგავა რომ ამბობ და ეკა მეუბნება ნუ რა არის მთელი ბავშვობა მაგას ამბობდი და ეხლაც მაგაზრზე ხარ ნუ არ მომწონს ეხლაც არ მომწონს რეალურად როგორ გამოვიყურებოდი ხო და აი ეს კომპლექსი მე რაღაც ნელ-ნელა ეს თვითდაჯერება მოვიდა ასაკთან ერთად ნუ მე სახეც დამილაგდა ალბათ 18-17 წლის ასაკში და ხო რეალურად ამაზე ვიმუშავე და მე რაღაცა თითქოს მომეწონა საკუთარი თავი ერთ-ერთ გადაცემაში თქვი, ქალი რომ გახდეს ლამაზი, რაღაც უნდა კონდეს გადატანილიო. რა გადაიტანა? ესე თქვი მე? კი. რა უნდა კონდეს გადატანილი? ქალი
ვაიმე, არ ვიცი, ეგრატო თქვი, ან სად თქვი, ან არ მახსენდება, რა უნდა გქონდეს გადატანილი? ნამდვილად ჩემი სიტყვებია. გეტყვის სახელი არ მახსოვს უკაცრავად. გაჩეჩილაძესთან ერთად გქონდათ. მან თქვი ეგეთი რამე, რაღაც ვიხუმრე ეთყობა. ერთმანეთს უსვავდით კითხვებს გადაცემაში. გადატანილი არა, ხალი რო გახდეს ლამაზი გადატანილი რა, ნუ რაღაცა თითქოს გამოცდილება არ ვიცი, რამდენად ვეთანხმები ხა გამიკვირდა, მაგრამ შეიძლება რაღაც ვიხუმრე, არ ვიცი. ყველა ადამიანი არის ჩემთვის სილამაზე ცოტა სხვა რაღაცა რა, აი შინაგანი მდგომარეობა არის სილამაზე. შესაბამისად, ანუ შენ შინაგანად როგორც ხარ და როგორც გრძნობ თავს და რასაც ასხივებ, აი ის არის ზუსტად მეორე ადამიანისთვის სილამაზე. იმიტომ რომ შეიძლება მართლა რაღაც არ ვიცი, ყველაფერი გაკეთებული გქონდეს იდეალურად, მაგრამ აი იმ რაღაცა ბედნიერებას და სიკეთეს არ ასხივებდე და სწორედ აი ის არის სილამაზე, როდესაც შენ შინაგანად შენ თავთან კარგად ხარ და გარშემომყოფებთან ხარ კარგად. და ეს არის რაღაცა სილამაზე, რომელსაც რა ვიცი, ნებისმიერი ადამიანი ასხივებს, როდესაც კარგად არის და როდესაც კეთილია, როდესაც სიკეთეს ასხივებს. ეს ყველაფერი ერთად სინთეზს ქმნის და ალბათ. თუმცა აი გადატანა რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ესე ვთქვი, რომ რაღაცა ბევრ რაღაცას რო გადაიტანს ხალი, მე უფრო რაღაც თითქოს სხვანაირი სიდინჯე მოდის, რაღაც თითქოს საკუთარ თავის წმენა, გამოცდილება ხო და შეიძლება კი რა თქმა უნდა, გარეგნობაზეც აისახება. მაგრამ აი ხა მართალი გითხრა ლამაზი გახდეს, ეს არ ვიცი რატო ვთქვი. ქედმაღლობა და ქაჯობა მაღიზიანებს. ქედმაღლობა ძალიან მაღიზიანებს. არასდროს არ აი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს ეგეთი მგონი ვარ, არასდროს არ ყოფილა. ხო და არა, პირიქით. ჩემი ოჯახის წევრები კიდე და ვინც მე მიცნობს, ყველა მაგას მე ვარ, ნეტა გქონდეს რაღაცა უფრო მეტი, არ ვიცი, ამბიცია ვიდრე გაქვს. არ ვიცი, აი რამ კიდე იქ ბრუნდები, რომ რაღაცა ეთყობა შორიდან და ეკრანიდან ესე ჩანს. ხო, რა თქმა უნდა, ჩვენთვის როგორც მაყურებლისთვის ერთადერთი არხი, რომ შეგაფასოთ არის ტელევიზია, ხო, ან ინსტაგრამი. იქიდან შეიძლება ეს თხის ისენი არ გაქვს მემეები ნანახი. აი მე ხო თხის რკავდა. ეგრე როსის და ჩემი მეგობა ის თხის რკა და სულ მიგზავნის ხოლმე. ხო, და რეალურად ეგეთი არ არის, უბრალოდ აი შეიძლება სახე კონდეს ასეთი. რომ გეფლირტავებიან და ხო, აი ეგეთი სახით როზის. ხო და ამიტომ ქედმაღლობა მოკლედ ნახე, ჯანსაღი ამბიცია არის ყოველთვის კარგი. საკუთარი თავის სწორი შეფასება უნდა იცოდე და ჯანსაღად უნდა აფასებდა საკუთარ თავს და ამბიციაც უნდა ქონდეს ჯანსაღი. მაგრამ აი ზედმეტად ქედმაღალი რომ რაღაცას რო თამაშობენ, მოკლედ რო თამაშობენ იმას რაც არ არიან, აი ეს ძალიან მაღიზიანებს. გახსენდება რამე ისეთი შენს ცხოვრებაში, რაც გაქვს გაკეთებული და შეიძლება შევაფასოთ როგორც ქაჯობა? ალბათ კი. რა. მაგრამ ეხლა მოიცადე უნდა დაუფიქრდე. რა ვიცი, ყველას რაღაცა გვაქვს გაკეთებული თავის დროზე და რა თქმა უნდა მეც მექნება რაღაც გაკეთება, რაც გაჯობაში აი რამე ხომ არ გაწუხებს. აი ბავშვობიდან ან რაღაცა ერთი მაწუხებს, მაგრამ მაგას ვერ მოვყვები. რასთან და ეგ მაგას საკუთარ თავს ვერ ვყვები. აი რაღაცა პირადულ ამბავს. განვიხილავ. ქაჯობა იყო? ხო, იყო საშინელი. არ მეკადრებოდა. ბოლო წლების გახმაურებული ამბავი. რაც ატყდა შენს გარშემო ის იყო იმ კომენტარის ვაიმე შენი აზრით ეგ ქედმაღლობა იყო? არა, ეგ იყო ჩემი შავი იუმორი, რომელსაც საკუთარ თავს დავცინი. აი არასწორად გაიგო ხალხმა და სულ მე ეცი რა როგორ ვაკონტროლებ ხა, იმიტომ რომ ადრე რომ მეგონა სოციალურ ქსელში აბა დაწერე. არა, სადა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს ხა და თან მე აი მიუხედავად იმისა რომ მთელი ცხოვრება თითქოს რაღაც ცნობადი სახე ვარ, გვიან მივხვდი რომ რაღაცების დაწერა არ შეიძლება, იმიტომ რომ შენ რო ასე ფიქრობ და გაიხუმრებ ადამიანებს ესე ანუ სხვადასხვანაირი აღქმის უნარი აქვს. ჩემთვის რო დაეწერა მაგ გოგოს ძალიან ვიცინებდი და ეს წარმოიდგინე ხა რა თქმა უნდა ჩემგან არასწორი იყო უცნობ ადამიანს ესეთ რაღაცას უწერ, მაგრამ იმდენად მე თვითონ ვიცინე ამ საკუთარ თავზე და საკუთარ რაღაცა შავ იუმორზე რომ მე მივხვდი რომ საერთოდ რა გავაკეთე.
არ მინდა რომ ეს კითხვა იყოს ასეთი რომ რა დაუწერე, როგორ მოხდა ყველა რაღაცა. მიცის კაც. ხო, ეგ მე უკვე კი გაქვს. რაღაცა რეკლამებში შემხვდა დღემდე ხო იცი ხალხი რომ ხმარობს. ნუ მეც რომ ვერ მზადებოდი ინტერვიუსთვის და მეუბნებოდი მეკითხებოდნენ მეგობრები ვისთან გაქვს და რო ვუთხევისთან. ეს ის არის. ის არის. რა თქმა ეგრე მარტო ეგრე ვახსოვარ ხალხს. თუმცა მე მთავარი კითხვა ამ თემასთან დაკავშირებით რაც არის ის რომ რატომ გადაწყვიტე რომ ბოდიში მოგეხადა? იმიტომ რეალურად მე მივხვდი რომ ამ ადამიანს დავუშავე და ვაწყენინე და თუ მე მივხვდი რომ ვაწყენინე და როდეს ბოდიშს მოხდა ყოველთვის სწორი საქციელი თუ შენ აანალიზებ და ნამდვილად ხვდები რომ ადამიანს მან არ გაწყენინა? იცი რა არის? მანაც მაწყენინა, მაგრამ შეიძლება ჩემი, იმიტომ რომ მე ეს ადამიანი ძალიან რაღაცა თითქოს უფრო მეტად, აი მე რაღაცა კომენტარები რო წამოვიდა, მე ამ ადამიანს მართლა მივხვდი რომ ძალიან ცუდად შეეხო. მანაც მაწყენინა, მაგრამ მე მაინც მიჩვეული ვარ ასეთ რაღაცებს და მე ვარ ცნობადი ადამიანი და მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვთვლი რომ ყველაფერი უნდა მოითმინო, მიუხედავად იმისა, რომ ხარ ცნობადი და ყველანაირ შეურაცხყოფა არ უნდა მოითმინო, მაგრამ მე დავინახე რომ ამ ადამიანს მართლა ძალიან ეწყინა და ცუდად შეეხო და ამიტომ ავდექი და ბოდიში მოვხატე. აი ზუსტად ეგ არის ჩემთვის ცოტა დისონანსი, როდესაც თითქოს ჩვეულებრივი თემა გახდა რომ ცნობილ ადამიანის შეგვიძლია მივწეროთ ცუდი. ხო, მეც აი მე არასდროს თუ ის გვიპასუხებს, ეს რაღაც დიდი დანაშაულია. ხო და მე მგონი საზოგადოება უნდა გაიგოს რომ ცნობილი ადამიანიც არის ადამიანი და არანაირად არ განსხვავდება არავისგან. მასაც აქვს ემოცია, მასაც აქვს თავმოყარეობა და ყველაფერი. ამიტომ ვისურვებდი რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი უფრო მეტად დაფიქრებული ყოფილიყოს, სანამ რაღაცა საშინელებას დაუწევს სოციალურ ქსელში, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანები ფიქრობენ, რომ აი თქვათ სიტყვაზე რაღაც სტატია ამოაგდო და რომელიღაცა კომენტარი და ნუ ფიქრობს რომ ალბათ არც წაიკითხავს ამას, უბრალოდ მე ხა დავწერ ჩემ რაღაცა ცუდ ხას რა ვიცი ნეგატიურ დღეს ამაზე ჩავანთლებ, მაგრამ აი სხვა პლატფორმაზე ოკეი, მაგრამ როდესაც პირად ინსტაგრამზე პირადი კიდევ და ასე შემდეგ, მაგრამ აი სხვაგანაც რო წერენ დამერწმუნეთ რომ ყველა ცნობილი ადამიანი ხა მე ვისაც ვიცნობ მაინც კითხულობს ამ ყველაფერს და ძალიან და ყველას ფსიქიკა სხვადასხვანაირია. ზოგი ამას უძლებს, ზოგი ვერ უძლებს და რაღაც, არ ვიცი, თქვენამდე ალბათ არ მოდის, მაგრამ ისინი უმკლავდებიან რაღაცნაირად, მაგრამ რთულად. და მეც არ ვთვლი, რომ ყველაფრის უფლება გვაქვს ზოგადად ადამიანებს, რომ სხვა ადამიანი ჩვენ დავაზიანებთ. მეც კი რამდენჯერაც მიფიქრია, რომ აი ეხლა რაღაცა არ მომწონებია ვიღაც ცნობილი ადამიანის, არა ქართველის თქვა სიტყვაზე, არ ვიცი, ვიღაცა თუნდაც ქართველის. ხო, თუნდაც ქართველის და თუნდაც უცხოელის, ხო, მაგრამ ეხა ხო არ დავდგები და დავწერ და ვაგინებ და დავწყევლი აქედან გამომდინარე. აი რაღაცა შინაგანი ის უნდა გქონდეს. შენი თავშეკავება, რომ იცი რატო? იმიტომ რომ მე აი ეს რაღაცა ეს რეალურად ეს ნეგატივი, მე შენვე ძამჯერა ენერგიებს, საერთოდ რასაც გაცემ. რა ენერგიასაც გაცემ სამყაროში, ის ენერგია ტრანსფორმირდება და შენთან მოდის. ოღონდ შეიძლება იმ წამს არ მოვიდეს, მაგრამ კარგია რომ იმ ძალიან მალევე მოვიდეს შენთან რომ გამოგაფხიზლოს, რომ მეორეჯერ აღარ დაუშვა შეცდომა. შეიძლება მეორეჯერაც დაუშვა, მაგრამ მთავარი ჩვენ ვისწავლოთ, იმიტომ რომ მეც მქონია ესეთი რაღაცა, რომ ბევრჯერ რომ რაღაცა ნეგატიური თქვათ მithქვამს რაღაცა შემდეგ ჩემთან მოსულა ისეთი ფორმით რომ მე მემწყენია და მე ვფიქრობ რომ აი ეს იმიტომ მოვიდა ჩემთან რომ აი მაშინ შემეშალა. შენი აზრით ის რეაქცია რომელიც მოყვა საზოგადოებისგან ამ კომენტარის შემდეგ ლოგიკურია? მე რო ჩამქოლეს? ლოგიკური არ არის. იმიტომ რომ შეიძლება გააკრიტიკო ადამიანი, მაგრამ ესე არა. ჩვენ საერთოდ ქართველებს გვიყვარს ესეთი ზედმეტი კრიტიკა და ჩაქოლვა და ბულინგი. მივხვდი. კი, ძალიან გვიყვარს და ეს ცუდია. ეს რა თქმა უნდა კარგი არ არის. ხომ არ იყო ეს ბოდიშის მოხდა იმის ვთქვათ მომენტი რომ იქნებ შემეშვან? არა. მე რეალურად მივხვდი რომ მართლა აი კიდე იგივეს ვიტყვი რომ რეალურად მივხვდი რომ ამ ადამიანს მართლა ეწყინა და არ ვიყავი სწორი და ბოდიშს მოხდა არასდროს არ არის ცუდი საქციელი თუ ამას ხვდები შენ და ფიქრობ და აანალიზებ რომ მეორე ადამიანს ცუდად მოეკეცი.
ალბათ მე უფრო ეგოისტი ვარ და მაგიტო ჩაგეძია ასე რომ ნუ თუ მე მაწყენინა მე ჩემილია რომ ვაწყენინო არა? კი, თავისთავად, მაგრამ რა ვიცი, აბა. იცი რა, როდესაც იხდი ბოდიშს და რეალურად შენს ფიქრობ სადღაც რომ დააშავე, რაღაც შენ თვითონ თავისუფლდები. ამიტომ საერთოდ არ ვთვლი მაგას, რომ რაღაცა არასწორი იყო ჩემგან, პირიქით. რას ფიქრობ, რატომ ვერ შეძლო ქართულმა შოუ ბიზნესმა ინტერესის ჩამოყალიბება საზოგადოებაში? მე ეგ ისეთი რთული თემაა და ისეთი ტკივნეული ყველასთვის, ჩვენთვის. ინტერესი არის გარკვეულწილად, ეხლა ვერ ვიტყვი რომ არ არის, უბრალოდ იყო უფრო მეტად ინტერესი მაშინ, როდესაც მართლა 90-იანებში და 2000-იანებში რომ ყალიბდებოდა შოუ ბიზნესი, ხო, შოუ, რა ვიცი, ნაკლებად მქონდა. უფრო ბიზნესია, ხო, ეს რომ ფული მოგიტანოს ამ საქმემ და მაშინ ახალი იყო და უფრო მეტად ის იყო, რა ქვია, საინტერესო. და ეხლა მე მაინც მივდივარ იქამდე, რომ ყველაფერი არის ფინანსებთან დამოკიდებული. ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ დიდარი ერი და ყველაფერი აქედან მოდის. ანუ მსმენელის და მაყურებელის. იცი რა არის, ხარისხიან პროდუქტს ძალიან მინდა რომ ძალიან მაგარი ხარისხიანი კლიპი. თქვენ არ იცით რამდენს ვწვალობთ რომ რაღაცა კლიპი გავაკეთოთ და შევაკოციცოთ. რომ თქვენამდე მოვიდეს და იქაც კიდე რაღაც საშინელებას გიწერენ. მაგრამ კაი. მაგრამ ერთია ხო, ნიჭი უნდა გქონდეს რა თქმა უნდა, მაგრამ მეორეა რომ ამ ყველაფერს უნდა სწორი რეალიზება და ფინანსები და იმდენად რთული არის ანუ რაღაცა ძალიან კრეატიული უნდა იყო, რომ რაღაც თითქოს არაფერი არ დახარჯოდა. არსებობს ასეთი ადამიანი საქართველოში? იცი რა, კი, ალბათ არსებობს მაინც ფინანსები საჭიროა რა, ვერ გეტყვი. ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია საქართველოში. და რასაც უყურებ, ახლა სოციალურ ქსელში ახალ-ახალი არტისტები არიან, რომლებიც მე არ ვიცი და ჩემი შვილი მაგებინებს და ალბათ ამ ადამიანებს არ აქვს და თავისი რესურსით, მაგრამ ეს რაღაც ნახე, ეს არის მაინც ახალგაზრდული კრეატივი, პატარა რო ხარ, ბევრი იდეა მოგდის, ძალიან სწორად ზიხარ რა უნდა ახალგაზრდობა ალგორითმებს ერგები. პულსზე რა, მაჯისცემას ძალიან სწორად იგებ და შესაბამისად შენც ამაში ხარ და შეიძლება გაგიმართლოს რაღაცებში, მაგრამ მაინც მე სადღაც ხარისხიანი რაღაცა რო უნდა გააკეთო, ან კლიპი იქნება თუ რაღაცა, ხო გჭირდება ამის რესურსი. გჭირდება და არ არის ამის რესურსი. და ამიტომ ჩვენ MTV-ს ხარისხს ვერ მივიღებთ და MTV-ს ხარისხის კლიპს თუმცა გქონდა ჩვენ სტეფანი და ტრიჯის გქონდა, რომელიც MTV-ზე მართლა მოხდა. ქართველების გაკეთებული თლიანად და მოხდა MTV-ზე, ჩარტში. მაგრამ ძალიან ძვირი დაჭდა. ძალიან ძვირი დაჭდა და ეგ არის რა და ამიტომ სანამ უფრო ქვეყანა უფრო მდიდარი არ გახდება, ეს ბიზნესიც ესე იქნება რა. ფინანსებს რომ შევეშვათ, ბევრისგან გამიგია და თუ არ მეშლება შენც გაქვს ნათქვამი, რომ ზოგ ხალხისთვის, ადამიანებისთვის ტეხავს ქართული სიმღერების მოსმენა. კი. რატომ? მაგრამ არ მგონია ეხაც ეგრეა? ეს ადრე იყო. ეხაც ეგრეა? ჩემი მეგობარი მეკითხება, შენი აზრით რატომ ტეხავსო? მოთხრა მე არ მიტყდება, მე სულ ვუსმენ. ეს ცუდია ძალიან, თუ ესე ფიქრობენ ადამიანები, იმიტომ რომ მე მაგალითად ბევრ ქვეყანაში მიმოგზაურე და თავის მუსიკას ძალიან უსმენენ. ყველა ქვეყანა რა. და ძალიან აფასებენ საკუთარ და რატომ არ ჩვენ ასეთი გამორჩეულები? ჩვენ ამბიციური ხალხი ვართ, შეიძლება რაღაც ამ პარტავნებაც გვაქვს და არ ვიცი, თითქოს საფუძველზე. ერთმანეთს აყოლილებიც ხო, არ ვიცი, ხა ეგ ძალიან შორს წაგვიყვანს ეგ საუბარი, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ მაინც უსმენენ ქართულ სიმღერას რა, ყველას თავისი მსმენელი ყავს, ზოგი არის. გაზაფხულიას უსმენდნენ, მე პირადად გეუბნები, რომ გამოვიდა, რამდენი 2 წელია? არა, მეტი პანდემიის დროს გამოვიდა. ხო, ანუ ერთი ზაფხული ყველგან იყო. კი. ხო, იმიტომ რომ რაღაც გაამართლა, ეს ჯერ ძველი სიმღერაა ჩემი თინეიჯერობის და მე თავიდან გავაკეთე პანდემიის დროს. მაგრამ მე, რა ვიცი, რა სიმღერებიც მქონდა ბავშვობაში, თინეიჯერობაში, დღეს შეიძლება არ იციან, ახალგაზრდებმა რაღაც ნაკლებად იციან, მაგრამ ყოველთვის უსმენდნენ ჩემს სიმღერას და მიხარია, რომ დღემდე, თქვათ, იმ თაობამ ახალგაზრდებმაც გარკვეულწილად იცის რაღაც რამოდენიმე ჩემი სიმღერა
და ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო მომღერლისთვის, როდესაც შენ საკუთარ სიმღერას და შენ შექმნილ სიმღერას უსმენს და ახსოვს ადამიანებს, მსმენელებს. რომ დავუბრუნდე კითხვას, სადაც ტეხავს ვითომ ქართული სიმღერების მოსმენა და პლუს ის რომ ფიზიკურად არ ტარდება საქართველოში კონცერტები და მომღერლებს არ აქვთ ის რესურსი. კონცერტები როგორ არ ტარდება, მაგრამ ისეთი ხარისხის, აი მეზობელ ქვეყნებსაც რო გადახედო, მაგრამ აი თუნდაც თურქეთი აიღე, ხა უბრალოდ იქ ძალიან დიდი ჯერ ისეთი მოსახლეობა ამდენი და თან თურქეთი ამოდი სასომხეთი ავიღოთ. ხო, სასომხეთი ავიღოთ. აი იქაც აი ნახე ძალიან დაწეულები არიან იმ რაღაცა ევროპულ და უცხოურ და ამერიკულ სტანდარტს. აქ მაინც არის კიდე რომ აი თქვა სიტყვაზე ბოდით ჭყიალა ბოდით რომ გამოვიდეს მომღერალი შეიძლება აი დააბულინგო ნუ რა ხო და ეგ მაინტერესებს ეგ ჩვენი მენტალიტეტის ბრალია ხო აი შეიძლება მენტალიტეტის ბრალიც არის და ამას ნელ-ნელა ლახავთ სავარაუდოდ აი რაღაცა ჯენზი უფრო ბევრად უფრო ისე არის მე მგონი ამ შემთხვევაში შეგუებული კი არა ანუ არც უკვირთ და ჩემ თაობას კიდე აქვს რა და ჩემზე დიდებს და ის კიდე ხო რა ვიცი აი როდესაც არის თუ შოუ ბიზნესზე გვაქვს ლაპარაკი მაშინ შოუ საიდან იქნება თუ შენ შოუ არ ანახე ხო რაღაც ანუ ჩვეულებრივად ახლა სახში რო ვარ ის ჩაცმული თუ გამოვედი სცენაზე აღარ არის ხო საინტერესო ანუ შენ რომ მიდიხარ ვიღაცის მოსასმენად გარდა იმისა რომ ეგრეა შოუ ბიზნესიაც ყო ის ყიდის ეს ყველაფერი ყიდის სახელი გვარი ჩაცმულობა ესა ცეკვა კოსტუმი ეგეთი იმიჯისა და ბრენდის ეს ყველაფერი მთლიანად ის არის და ეს რო არ არის და შენ აბულინგებ იმას რომ ვაიმე რატოაცვე ხა ეს და რა არ ცხენია რომ ის რაღაც არ ვიცი აქედან გამომდინარე ასეთი მოკლე რამ ჩააცვა ან რაღაც ეგეთი რა მე ეს თვითონ ჩვენც რაღაც ისეთი რაღაც აზიური მენტალობა გვაქვს მაინც რომ მე კომპლექსდება ადამიანი და ურჩევნია რომ ნაკლებად გაილანძღოს და უფრო გრძელი გამით გამოვიდეს აქედან გამომდინარე მაშინ რატომ აქვს ქართულ საზოგადოებას ჩვევა გახადონ რაღაც განსჯის ობიექტად ის მომღერლები რომლებიც ცდილობენ თავი დაიმკვიდრონ საზღვარგარეთ ან თუნდაც კონცერტი გამართონ გააჩნია საზღვარგარეთსაც მიხდი ხა სად მივდივარ და ნუ ხა საზღვარგარეთს რას ეძახი თუ იძახი ჩვენი კონცერტი ჩემი რა მოსკოვში თუმცა უნდა ვთქვა რომ ეს იყო თბილისობა კი ბატონო სადაც საუბრობდი ქართულად იმღერე ამაღლად ეს იყო როდის ძალიან ადრე ნუ რომელ წელი იყო არც მახსოვს თუმცა მოყვა ძალიან ცუდი რეაქცია კი და ეგ მაინტერესებს რატომ მოყვა ამას ცუდი რეაქცია იცი რა მე მესმის ადამიანების გაღიზიანების და ახლა კიდე უფრო მესმის იმიტომ რომ იმდენად დაიძაბა მსოფლიოში ნუ ეს ხო ახლა არ მოხდა ეგ კარგია ხო ეს მანამ ძალიან ადრე მოხდა მაგრამ მე მესმის რომ ადამიანებს აღიზიანებთ ეს თემა და ზოგადად ხო მაგრამ აი როგორ რაღაცა არის იცი თუ ჩვენ მხოლოდ მე ერთადერთი გული რაზე წყდება იცი და გული რაზე დამწყდა მაშინაც რომ თუ საქართველოსდან გადის გარკვეულად რაღაცა პროდუქტი და ამას ბიზნესმენი გადის და ამაზე მწვანე აქვს აი ჩვენ წავედით ვიმღერეთ თბილისობაზე ქართულად ქართველებისთვის მაინც და მაინც ჩვენზე რატო არის ამხელა აგრესია და რატო არ არის იმ ბიზნესმენზე რომელსაც ისიც ხო ბიზნესია ესეც ხო ანუ იმის პროფესია ის არის ჩვენი პროფესია ეს არის თუმცა ეხლა დღეს რომ მითხრა მე რომ წავიდე და ვიმღერო არ ვიმღერებ არ მინდა უბრალოდ სურვილი არ მაქვს მაგრამ მაშინ რაღაც ეთყობა სხვა მაინც არ იყო ეს ისეთი სიტუაცია თუმცა ომი რა თქმა უნდა იყო მომხდარი და ასე შემდეგ მაგრამ დღეს კიდე უფრო მეტად აგრესია არის და დღეს კიდე უფრო მეტად არ მაქვს სურვილი წასვლის თუმცა ეს რაღაც ორმაგი სტანდარტი მაინც არსებობს, რომ თუ ბიზნესმენი მიდის და ყიდის თავის პროდუქციას. თუ ჩამოდის ტურისტი და შენ აძლევ შენ სახლს და ეგ ცალკე თემაა, აი მანდ ძალიან გაღიზიანებული ვარ. ხო, თუ ტურისტი ჩამოდის და შენ სახლს აძლევ და შენ ხეირობ,
მაშინ ესე წარედ რატო ლანძღავ მომღერალს. აძლევ ერთი თემაა, მაგრამ აი როდესაც შენ სახლიდან გამოაგდე ქართველი და ძვირად მიაქირავე ბინას სხვას, აი ეგ არც მე მესმის და მაშინ რატო ლანძღავ, მაშინ იმ მომღერალს, რომელიც მიდის და თავის საქმე შეასრულა. თავის საქმე შეასრულა ქართულ ენაზე, ქართველებისთვის. ხო, აი ჩემთვის ეგ არის. თუმცა ეხლა რა თქმა უნდა ესეც შეიძლება ამოიჭრას ამაზე წავიდეს დიდი დებატები, რომ აი ისე და ასე და გავილანძღო და გამოვილანძღო, არ არის, ანუ მიჩვეული ვარ, მაგრამ ნუ მე ესეთი აზრი მაქვს, რომ თუ რაღაცა პროტესტი ამაში ყველასგან იყოს რა, ანუ გარკვეულწილად რაღაცა ორმაგ სტანდარტს ნუ აწვევი რა, თუ გეთანხმება. ხო, მოკლედ ასეა. რამდენჯერ მეახსენე გადაცემებში, რომ ზოგჯერ გგონია, რომ ის ბულინგი, რომელიც მოდის შენს მიმართ, არის პოლიტიკური. იყო რას გულისხმობ? რაღაც აი ადამიანებს ყოველთვის უნდათ რომ მიგაწეპონ რაღაც აი მაინც და მაინც ვიღაცის ტი, რაღაცის ტი, იმის ტი, ამის ტი, ხო შეიძლება რომ არავის ტი არ ვიყო. ანუ ამის უფლება არ აქვს. თუ აი და სულ არის რომ აი იმის კონცერტზე იმღერა, იმის მეგობარი იყო, თუ იმის საყვარელი იყო, თუ იმის საყვარელი რო იყო, იმიტომ იყო კონცერტებში. აი სულ რაღაცა ჭორი, მართალი, ჭორი და აი ამ პოლიტიკურ იარლიყებს გაკრავენ რა, ძალიან შენი აზრით რომელ სტიმ შეუკვეთა შენზე, მაგალითად რამე ისეთი თემა, რომ აი დაუწერეთ ნინის ცუდი კომენტარები. აი დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი იყო ასეთი. გახსენდება ვინმე შეგიძლია დაასახელო? კონკრეტული რა ვიღაცებზე ეჭვი მაქვს, მაგრამ არ მეტყვი? მაგრამ ზუსტად ვიცი ვინებიც იყვნენ, მაშინაც და არ ვიცი, ახლა არ ვიცი. დიდი ხანია გადარჩენილი ვარ და არ მინდა ზედმეტი თორიაკი. ნინი წლის დასაწყისში დატოვე ტელეკომპანია იმედი. რამდენი წელი იმუშავე? 8 წელი ვიმუშავე. რა რეაქცია გქონდა შენს კოლეგებს? ძალიან ეწყინათ და მეც ძალიან განვიცადე. მე მართლა არ მეგონა თუ კიდე ასე განვიცდით, იმიტომ რომ ეს ხო არ არის რაღაცა უბრალოდ საქმე მიდიხარ, ეს რაღაცა მთლიან ამდენი მეგობარი ყავს, გუნდია, თითქოს რაღაცა მეორე ოჯახი ვით არის და ადექი და წამოხვედი და მიუხედავად იმისა, რომ მაინც ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, იმიტომ რომ ძალიან ჩამოვშორდი ჩემ პროფესიას და დავიღალე მართლა რომ გითხრა. აი ყველაფერი მე მიყვარს მრავალფეროვნება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ვიყავი, კომფორტულად ვიყავი, ჩემს მეგობრებთან ვიყავი, მივხვდი, რომ რაღაც თითქოს ამოიწურა ჩემთვის. ეგ არის თავარი მიზანი. ხო, აი ეს მიზეზი კი. თავარი ეს არის. კი. როდესაც მომზადებოდი ჩვენ ინტერვიუსთვის, აღმოაჩინე ორი სტატია შენს წამოსვლაზე. ერთი იყო დაწერილი 2024 წლის მაისში და ნუ ახლა იანვარში. რა მოხდა 2024 წლის მაისში? არ ვიცი რა მოხდა. წერდნენ რომ ნინი ბადურაშვილმა დატოვა იმედი. ეს აქციების და ამბების ალბათ პერიოდი იყო. და რაღაც ამოდენმე ესეთი განცხადება მქონდა, რის საფუძველზეც იფიქრეს, რომ მე დავტოვე ალბათ სავარაუდოდ. ეს იყო მაისი და შემდეგ უკვე მართლა რომ წამოვედი. შენი აზრით რა უნდა მოხდეს ადამიანის გულში, ზოგადი კითხვა. ისეთი, როდესაც ის გეუბნება საკმარისია. ბოდიში თავიდან რომ მითხრა. შენი აზრით რა უნდა მოხდეს ადამიანის გულში ისეთი, რომ ის ჩვენი გული ხო გეუბნება საკმარისია. ალბათ ძალიან ცუდად უნდა შეეხოს თავმოყარეობას. უნდა ძალიან ცუდად შეელახოს თავმოყარეობა და ძალიან იმედი უნდა გაგიცრუოს ვიღაცა. შენ ცხოვრებაში ყოფილა ასეთი მომენტი? კი. იმედგაცრუება მქონია. 2024 წლის მაისში იყო ეს არა. გაცრუება? არა. აბსოლუტურად სხვაგან წავედი ხა. არა. რამის ავტორო გადაცემა რომ შემოგთავაზონ დაბრუნდები ტელევიზიაში? აი ჯერ არ ვიცი, იმდენად აი რაღაც ჩემთვის კარგად გრძნობ თავს.
საავტორო, აი მუსიკალური უნდა იყოს ძალიან. მელომანია. მელომანია მთლად არა, აი ძალიან ხო არ ვიცი, ნუ მოკლედ რაღაცა მუსიკასთან უნდა იყოს კავშირში რა, მე ესე ვფიქრობ და შეიძლება, თუმცა ეხლა ცოტა ხანი მაინც მირჩევნია რომ ესე ვიყო. თუმცა ვიცით რომ ტელეკომპანიებიც ძალიან დიდი რესურსი აქვს და არაერთხელ გვინახავს შენი სიმღერების პრემიერა გადაცემის ფარგლებში. როდესაც მოდიოდი არ გიფიქრია რომ ეს შეიძლება დანაკარგი იყოს შენთვის როგორც მომღერლისთვის. რა თქმა უნდა, კი. იმიტომ რომ დიდი პლატფორმაა. რა თქმა უნდა, ეს თავისთავად, მაგრამ მე კიდე იქ მივდივარ, რომ იმდენად მე თვითონ საკუთარ თავს ვეღარ ხედავდი, აი მომავალში თითქოს დავიბენი, ვეღარ დავლაგდი. იმ ახალ სიმღერასაც აი იმ ხარისხიანად ვეღარ ვაკეთებდი, მიხვდი? და ამიტომ ერჩივნა რომ სახში ვიყო, ვიფიქრო, რა შევწობდი, რომ ამ ხნის მანძილზე იცი რამდენი რაღაც გადავაფასე, რამდენი რაღაც აღარ მომწონს, არც ის სიმღერის მანერა, რომლითაც ვღეროდი, არც ის ძალიან ბევრი დრო მომეცა და ვმუშაობ ამ ყველაფერზე. და ამიტომ მაგის დრო მე არ მქონდა. რეალურად ძალიან კონცენტრირებული ვიყავი იმ საქმეზე, რა, ხო თითქოს არაფერი არ არის, რომ კვირაში ერთხელ გადის გადაცემა და რაღაცა, მაგრამ ჩემთვის ძალიან დიდი დრო მიქონდა ეს, იმიტომ რომ შიგნით კიდე ძალიან ბევრი რაღაც ხდება, რაც მაყურებელმა არ იცის და შესაბამისად, ან ჩემი ენერგიის 90% მიდიოდა იქით და ამიტომ ახლა რაღაცა ჩემთვის ვარ და უფრო მეტად კონცენტრირებული ვარ ამ საქმეზე. ზოგადად არ მიყვარს ჭორებზე დაყრდნობით რომ მოვამზადო ხოლმე ინტერვიუ, თუმცა აი ორ ისეთი ჭორი სტატია ვნახე, რომელზეც უეჭველი უნდა გკითხო. პირველი, ეს იყო ჩემთვის ცოტა ნინი ბადურაშვილმა კაცი მოკლა. მაიმე დედა, აბა. ანუ რომ დავინახე და წავიკითხე, ანუ აი მგონი 100 ჯერ დავაკეთე. ეს კიდე არსებობს ეს? არის ხო? კი. ხო, ეს იყო. ვიდა ჩაგიგდებ. ой, მე არ ვიცი კაცო. ეს იყო მოყოლილი მაქვს ფოტოშორის ეს ბევრი ჯერ. როდის იყო, იცი? ეს იყო ევროვიზიის პერიოდში, როდესაც ჩვენ მოვიგეთ ევროვიზია აქ. ეს იყო 2009 მე მგონი. და აი მაშინ კიდე ძალიან აჩემებული ვიყავი რა, სულ რაღაცას წერდნენ ჩემზე. მაშინ ახლა სოციოლოგიები საერთოდ არ იყო ესე, მაგრამ ნუ პრესა წერდა აქტიურად და ჭორები, რომ თბილისური, ხო იცი? ერთი მეორეს უთხრა, ერთმა მეორეს უთხრა და ასე შემდეგ. და როდესაც მოვიგეთ ევროვიზიის შიდა შესარჩევი კონკურსი, იმავე საღამოს ვიყავით ჩემს მეგობართან შეკრებილები და მოვიდა თაკო, მე მგონი, გაჩეჩილაძე და თქვა. თაკო ქვია. წეღანომ დამავიწყდა სახელი. ვისი? თაკოსი. თაკო მოვიდა და თქვა რომ მოკლედო ესეთიო ჭორი გავრცელდაო რომ ჩვენგანო ვიღაცამ ანუ ჩვენ ხო ვიყავით თაკო მე ქრისტინე და სტეფანე და ნუ ჩვენგანო ვიღაცამ ხალი გაიტანაო იმასეო არ ვიცი რომელიღაცა ქუჩაზეო და მოკლაო და მე ვუთხარი რომ თაკო მეთქი დამშვიდდი თქვენზე ეს არავინ ამ თქვენზე არ იქნება ეს და რა თქმა უნდა მომეწერება მე მეთქი ამაზე ვიცინეთ, იმიტომ რომ ნუ აი რაღაც აბსურდი ვიცინეთ რა, ნუ ხო, პრინციპში მეგონა რომ რაღაცა მალევე აღარც მახსოვდა მართლა რომ გითხრა რა, იმ წამს განვიხილეთ, მე დამავიწყდა. საკუთარ ერთ 5 დღეში, ერთ კვირაში მირეკავს რომელიღაცა გამომცემლობიდან ჟურნალისტი. გამომძიებელი. არა, გამომძიებლამდე, არ გამომძიებელი არა, მაგრამ გამომცემლობიდან ჟურნალისტი მირეკავს და მეუბნება რომ როგორ ახართ? ჯერ მომიკითხა და მეთქი რა მშვენივრად რა ხდება და ისაო იცით რა არისო? არაო, იმიტომ გეკითხებით რომ გუშინო, ეხა ამასთან ეტყობა გვიან მივიდა ჭორი და გუშინო თქვენო მანქანითო, ხო მანქანა დააზიანეთო რომ მეთქი რა არ მახსოვს. ეხა მე ჯერ ვერ ვიღდგენ რაზე მელაპარაკებ. თქვენ ხო გუშინო დააზიანეთ მანქანაო, ხალს დაეჯახეთო და უკაცრავად სად დავეჯახე მეთქი და ამენთო რომ აი ერთი კვირის წინ რო თაკომ მითხრა, უი ეს ესე იგი გავრცელდა.
მე მგონია რომ ეგეთი ჭორები ტყუილა არ ვრცელდება, ევროვიზია მოვიგე, იმავე საღამოს ეგეთი რაღაცები ტყუილა არ ხდება. ამაზე ხალხი მუშაობს სპეციალურად, რომ შენი რეპუტაცია შეილახოს და შენი იმიჯი შეილახოს. ესეც სწორედ ეს იყო. იმიჯი შეიძლება სხვანაირად შელახო, ხო? და გაბრალონ რომ ვიღაცის საყვარელი ხარ. არა, რატო? მკვლელი ხარ, საყვარელი ხარ, ისა ხარ, ესა ხარ, ძალიან ბევრნაირად შეუძლია არ არის კაი, მაგრამ შეუძლიათ რა შელახონ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო გამიზნული რაღაც აგორებული ჭორი. მეთქი არაფერი გენაცვალე აგერ მანქანით ვარ და თუ ისა შეიძლება რომ მოვიდეო და მანქანას გადაუღო ფოტო, მე მეუნება და მე ვთქარი, რა ვიცი, აგერ ვარ აბაშიძის ქუჩაზე მობრძანდი, გადაიღე ფოტო, მეთქი ხარ, რა ვიცი, გუშინ თუ დავლეწე, დღეს ვერ გავაკეთებდი, ხო? დღეს მთელი ვერ იქნება თქო და აი წინა მხარე გაქვთ ესე ვიცი დალეწილიო და მობრძანდით, მე ვთქარი და გადაიღეთ, მეთქი მოვიდა ეს. მოვიდა. არ დამიჯერა. მოვიდა, გადაიღო. ფოტო მე გადამიღო მანქანასთან და მე ესეთი მომღიმარი სახით ჩემ მანქანასთან, სადაც წესი დალეწილი უნდა ყოფილიყო წინა მხარე და ოღონდ ვთხოვე ამ ადამიანს, რომ მეთქი ხა გეხვეწები თქო, ისე ნუ დაბეჭდა, რომ მაინც ინტრიგა ჩააგდო, რომ გაიტანა თუ არა ნინი, აი ესეთი რაღაცას ნუ დააწერ მეთქი რა. კიო კაცო რა პრობლემა? რა თქმა უნდა დააწერა ისე როგორც მე ვთხოვე რომ არ უნდა დაეწერა. ხო და კაი მაშინ AI არ არსებობდა, თორე უეჭველი დაამტვრევდნენ მანქანას და თქოდნენ რომ ეს შენი მანქანაა. კი, ხო და მოკლედ დაიწყო ჩემი ტელეფონზე რეკვები, ანუ მართლა რამდენი ზარი შემომდიოდა, არ ვიცი რომ მართლა ესეა და ცოცხალი ხარ და ვინ გაიტანე და არ გირეკავდით, მე ვიღაცები არ გირეკავდით, ეხა ნერვები რო არ მოგშლოდა და რაღაცა. და მოკლედ კულმინაცია ამ ამბის არის ის რომ ნუ ძალიან დავიღალე ამ თავის მართლებით და რაღაცა ერთი და იგივეს პასუხით და მომიკლავს კაცი. ხო, ნუ აი რაღაც სიგიჟე და რაღაცა მესამე დღეს რეკავს ჩემი ტელეფონი საღამოა. სახლში ვარ და მირეკავს სხვა ჟურნალიდან, თუ სხვა არ ვიცი რაღაც გამომცემლობიდან მოკლედ გოგო, ახალგაზრდა გოგო და მეუბნება რომ იცით რა, ესე აი თქვენ ეხლა რო გაიტანეთ, აი პირდაპირ, თქვენ რო გაიტანეთ კაცი, თუ ქალი თუ რაღაც, აი გურამიშვილის ქუჩაზე, არ მახსოვს მე ბატონო მე ვთხარი, კიდე მაგაზე მირეკავთ მეთქი და ხო, იცით რატო? იმიტომ რომ მე დაზარალებულის ოჯახიდან მოვდივარო. მე მეუნება და საიდან მოდიხართ მეთქი უკაცრავად? დაზარალებულის ოჯახიდან. და იქო არისო სასახლეო. და იქო ის არისო ჭირისუფალიაო. და იქიდან მოვდივარო, ეს ქალი მეუნება, ეს გოგო. ესე იგი, აი იქ რაღაცა ჩამესახა დემონი უკვე. და ჩემი მოთმინების ფიალა რა თქმა უნდა აივსო და ნუ აი დავიწყე როგორი ხმით ღრიალი, იცი რომ მეთქი საიდან მოდიხარ, რას მაბრალებ, მართლა ხوار გაგიჟდიც უყალა და ნუ ცოტა შეურაცხყოფაც მივაყენე, იმიტომ რომ ხარ სიგიჟეს მაბრალებს, ხო? აი მე ვთხარი, ეხლა სადა ხარ მეთქი? აი ეხლა სადა ხარ ტერიტორიულად. და ეხლა დაიბნა. ნუ აი აქა და აქო. ვთქვი არ დაძრა ფეხი, ეხა ბჭდები მანქანაში მოვდივარ და წამომყევი დაზარალებული სახლში მეთქი. თორე გაგიტან. აი იქ რო სასახლე არ იდგეს და დაზარალებული არ იყოს და ხელი მე ვინმე არ დამადოს მეთქი, მე შენ მოგთხოვ პასუხსკო და რა თქმა უნდა ამაზე უკან დაიხია და თან ხვდები რომ იწერს, ანუ დიქტოფონის ხმა მესმის. აი ხეცი. ამაზე შემოვარდა ბებია, ბაბუა, მთელი მეზობლები რა ხდება და მოუყევი ესე რომ მეთქი აი ესე მეთქი მაბრალებს ეს ქალი რომ მე გავიტანე და დაზარალებულის ოჯახიდან მოდის მეთქი და რავი გაული ეხა და მიმიყვანო სად არის ვინ არის დაზარალებული მეთქი და ამაზე გაგიჟდა უკვე იმედა ჩაიცვა მახსოვს და წავიდა ამ გამომცემლობაში მივიდა გამომცემლობაში დახვდა ეს გოგონა და უთხრა რომ რასაკეთებო ანუ რა კვლელობას ტენიო ასე ვთქვათ ხო იცით თქვენმა შვილიშვილმა მე ძალიან ცუდი შეურაცხყოფები მაყენა თუ რაღაცა და იცი რაო ჩემთვის რო დაგერეკა და ეგეთი რაღაცა გეთქვა მე გადაგაგდებდი აი აქიდან ხა სადაც დგახარო და აბა გაბედე და დაწერეო ეგეთი რაღაცა მე აქით წაგიყენე ბრალს როგორც სრულად ბრალდება და დაგხურავთ მთლიანად რედაქციას რა თქმა უნდა ვეღარ დაწერეს იმიტომ რომ ხა რას ქვია ქალი გავიტანე თუ რა რავი ესე მორჩაგი ისტორია სიკიჟია მეორე ჭორი
მიხეილ სააკაშვილის საყვარელი იყო. ნუ აი ეს ხო არ დაამთავრეს არასდროს. არასდროს. საიდან? ეგეც არ ვიცი, იმიტომ რომ მაშინაც რაღაცა პოპულარული გოგონა გახდით, ახალგაზრდა. და აი რაღაცა 20-ის ვიყავით, 19-ის ვიყავით, რომ უკვე დაიწყეს აქტიურად ამაზე ლაპარაკი და ჭარბობა საერთოდ არ ვიცნობდი. აი საერთოდ არ ვიცნობდი იმ პერიოდში და იმდენად იცი თავიდან, როდესაც პატარა ხარ და ახალგაზრდა ხარ, ამაზე არ აქცევ ყურადღებას და შეიძლება რაღაცა ერთობი კიდეც, მაგრამ მე მივხვდი, რომ სერიოზულად ეს ჭორი მაზიანებს. ურთიერთობებს მიზიანებს. იმიტომ რომ გაბრალებენ ისეთ რაღაცას, რაც რეალურად საერთოდ რო არ იცნობ. ამიტომ ესეც აი ეგ არის რა, რომ მგონია მარტივად შეიძლება დააბრალო ვიღაცა. აი, როდესაც გინდა ადამიანის გაფუჭება, შეიძლება მაგას აფუჭებდნენ მაშინ და რაღაცა აი ყველაზე პოპულარული აბა ვინ არის და გოგოებში, ახალგაზრდებში და მოდი აი ბადურაშვილზე კარგად აგორდება. ჩვევაში გვაქვს ასეთი ძიშოვი პონტი გამოვიყენოთ. ამაზე სპეციალურად ხალხი მუშაობს. ამას ტყვილა ხალხი არ ლაპარაკობს და მე ხალხი იჯერებს. მოკლა და პრეზიდენტის საყვარელია. ეს ყველაფერი მე გეუბნებით, რომ არის გამიზნული ჭორები, რომლებიც ვრცელდება ძალიან გამიზნულად, ძალიან დაჯერებით, რომ აი გაჯერებენ როგორ კაცო ჩემი ახლობელი დაცვაში მუშაობს, ჩემი ძმა არის დაცვაში. აი ესეთ რაღაცებს ამტკიცებდნენ. მე ასეთი ამბები გამიგია ხო სხვა მომღერალზე. ხო, ნუ მოკლედ, არ ვიცი, მე ჩემ თავზე ვლაპარაკობ რა. როგორ გენაცვალე, აგერ ჩემი ბიძაშვილია, მოსამართლეა, რაღაცა სისულელები და მე იცი რა არის, ადამიანები იჯერებენ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ხო რა ვიცი, ხო მეც რო ვიყოს ხო ისე შეიძლება მეც დამეჯერებინა რა, მართლად, მარტივია რა. და ხო იცი, კაი ადამიანებს გასართობი აქვს და საჭორაო აქვს და ეხლა ჭორი ყველას ხო იცი ართობს და ჭორის დონესაც ხომ გააჩნია, რას ფიქრობ, რატომ მოგიწია ესეთი მძიმე ჭორების. ხო და არ ვიცი, ანუ მე ეგრე მგონია, რომ მაგ პერიოდში ვიყავი ძალიან პოპულარული ახალგაზრდა მომღერალი. რა ვიცი, ალბათ ბიჭებსაც მოვწონდი. რა ვიცი. ალბათ არა. და შესაბამისად მარტივად ასაგორებელი ვიყავი რა, ოჯახიც, რა თქმა უნდა, ამას ემატებოდა ოჯახი და რაღაცა პოპულარული ოჯახია და კარგად წავა ეს ჭორი. ოღონდ არ გააჩერეს ეგ ჭორი, წლები. დღესაც ხდება ხოლმე ეგ რა ვიცი. ახლა შეყვარებული ხარ? ხო, მაგაზე აღარ ვლაპარაკობ, იცი. იმიტომ რომ ისეთ საოცარი სადაური გამიკეთეს. ის არ წაგიკითხეს, ნინი ბადურაშვილი მინდვრის თაგვებით მარტოა. ერთი იყო ეგეთი და ეხლა მე იყო რომ მინდვრის თაგვებით მარტო აღარ არის და ცოტა აღარ შემიძლია ეს მინდვრის თაგვი და თაგვობა დამღალ. ამიტომ არაფერს აღარ ვარ. ანუ კი, თუ რამეა მე გეუბნები დიდის არაფერი არ ვთქვამს. საქართველოს ჭირდება გამრავლება. მოვალე ვარ, გავაჩინო შვილები და აუცილებლად გავაჩენ. ვისი ვალი გაქვს? არ ვიცი. რეებს მეუბნები, სად არის ეგ რა ხდება? რეები ამოქეკა ღმერთო ჩემ. რა მოვალება? აი მე ღმერთო. არა, ნუ ვისი ვალი გაქვს? საქართველოს ჭირდება გამრავლება. ნამდვილად და კარგია რომ გავაჩინო, მაგრამ აი მართლა არ ვიცი ეგ სადაც აიქი. ანუ ეს ამებს მე მეტყველებდი, ეხლა მართლა სერიოზულად მაინტერესებს. ძალიან მინდა რომ კიდე გავაჩინო, მაგრამ მოვალე ვისთან ვარ ვერ გეტყვი. საკუთარ თავთან თუ ვიქნები რომ უნდა გავაჩინო. რამე ხომ არ არის თქო დაწერილი რომ აი ნინი ბადურაშვილმა უნდა გააჩინოს 3-4 შვილი. რამე რაღაცა ვალი ხო არა მაგ ჩასაბარებელი. არა. უბრალოდ ალბათ რაღაცა ესე რა ვიცი რა განცხადებებია ღმერთო ჩემო. აი ნინი ბადურაშვილი ჩაწერე და რაც კი რამე ამოაგდო ყველა. ნინი ბოლო კითხვა. რისი გეშინია? მაინც სიკვდილის. იმიტომ რომ არ ვიცი საერთოდ და ვერაფერს ვერ ხვდები რა ხდება იმის იქით. მქონდა სერიოზული პრობლემები, აი რაღაცა ძალიან ჩავიხვი ეს თემა და
ძალიან ბევრჯერ შემშინებია ძალიან ცუდად. თუმცა მე რაღაცა თითქოს სიმშვიდეც მოდის ხოლმე. რაღაც სხვანაირად ვიწყებ ფიქრს, მაგრამ აი რომ დავფიქრდე ახლაც ხო იმისი რაც არ ვიცი, აი ამისი მეშინია ნამდვილად. და არც მინდა ვიფიქრო, მაგრამ აი რაღაც ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანის ცუდად ყოფნის, ან აღარ ყოფნის. იმიტომ რომ გამოვლილი მაქვს და ეს იმდენად დიდი სტრესი იყო და ისე დამანგრია ამ ყველაფერმა, რომ ამის განცდა აღარ მინდა. მადლობა. მადლობა შენ.